მოგესალმებით, მე გახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრელსა შინახართ, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, პატიმრებს განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფ ქართველებს და დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი, აჭარიდან გვეწვია ამ ეპარქიის მეუფის აი თანაშემწე და ჩვენი მეგობარი და ძალიან დიდი ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ იქამდე და ეს დაბეჭდილება დამჩა იმისა, რომ ამ ადამიანმა საქართველოს გული და სულისკვეთება იცის კარგად. მამა ილია ყავს დღეს სტუმრად, რომელიც გახლავთ ამ ეპარქიის წარმომადგენელი. მამაო, დაგლოცეთ თუ შეიძლება და დაგლოცოთ და მშვიდობა მოგცეთ. დიდი მადლობა მამაო, რომ მობზანდით ჩვენთან სტუმრად და მეუფის აქედან ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ მისი ლოცვა-კურთხევითო თქვენ აქ ბზანდებით, ძალიან მიხარია და ძალიან გვახარებს მისი არსებობა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ადამიანია და საქართველოსათვის აკეთებს ძალიან ბევრ ამას და მაგ რეგიონში, ესეთ რთულ რეგიონში მით უმეტეს და რა ვიცი, აი იქიდან ლოცვა-კურთხევას თხოვ და დიდ მადლობას მოვახსენებ, რომ აი ესეთ ღვაწლში არის, იმიტომ რომ აჭარაში იყო და ესეთ მოღვაწეობას ეწეოდა, ურთულესი არის დღეს პირდაპირ აი რაღაცნაირად რთული გზა განვლა ამ ადამიანმა და ღმერთო ყველაზე კარგად ამყოფე, იმიტომ რომ იმსახურებს ეს ადამიანი კარგად ყოფნას და მამა ილია, თუ შეიძლება კითხვით გადმოვალ, თქვენ სადაც მსახურობთ არის ურთულესი რეგიონი. ყველა მხრივ აბსოლუტურად კურორტიც არის, რაღაცა. თუ შეიძლება მამაო, რა მხრივ უდგებით ამ ყველაფერს და რა დათმობები ხდება მაგ რეგიონში ჩვენი მხრიდან, ეკლესიის მხრიდან. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. პირიქით დიდი მადლობა რომ გეწვევით. კარგია მსგავსი გადაცემების არსებობა ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის რომ მოხდეს ადამიანებთან კიდევ ერთხელ ღვთის სიტყვის მიტანა, ისე როგორც ამას სახარება გვასწავლის, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს. ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, რომელიც მოიცავს 3 მუნიციპალიტეტს, ეს გახლავთ ბათუმის საკუთრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაური. ასევე ჩვენს ეპარქიას მიეკუთვნება ისტორიული ლაზეთის ტერიტორია, იქ სადაც ძირითადად ცხოვრობენ ლაზები. რაც შეეხება რეგიონს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში 3 მოციქულმა იქადაგა, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ. უძველესი რეგიონია და ქრისტიანული რეგიონია, ამაზე მეტყველებს ის არქეოლოგიური ფაქტები, რომელიც ამ რეგიონში არის, აღმოჩენილი ნატაძრალები, რომლებიც იყო ზემო აჭარის ტერიტორიაზე, ეს გახლავთ კერძოდ მთავარანგელოზთა სახელზე აგებული დიდაჭარაში პირველი ტაძარი, რომელიც უკავშირდება მოციქულ ანდრიას. ასევე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მოციქულ მატათაზე, რომელიც ასევე მისი წამების და აღსრულების ადგილი გახლავთ გონიო აფსაროსის ციხესიმაგრე და სვიმონ კანანელი, რომელიც შემოგზავნდა ანდრია მოციქულთან ერთად, რომელიც დღეს ახალი ათონის ტერიტორიაზე არის მისი განსასვენებელი. რაც შეეხება უშუალოდ რეგიონს, ეს უძველესი რეგიონია, როგორც თავშივე აღვნიშნე, ქრისტიანული რეგიონი და ამაზე მეტყველებს ის სამღვდელმთავრო კათედრები, რომელიც არსებობდა ამ რეგიონში. ერთ-ერთი უძველესი კათედრა, რომელიც ჩვენს ეპარქიაშია, ეს გახლავთ პეტრას ციხესიმაგრე, რომელიც ერთ-ერთი უძველესია და უკავშირდება დაახლოებით მე-6 საუკუნეს. ჩვენს ეპარქიას რაც შეეხება და მის სირთულეს, გამომდინარე იქედან, რომ ამ რეგიონში ჩვენთან ერთად თანაცხოვრობენ ისლამის მიმდევარი ადამიანები, თუმცა მე აქვე აღვნიშნავდი, რომ გვაქვს ძალიან კეთილგანწყობილი ურთიერთობები, მეგობრული, საინტერესოა იმ კუთხით, რომ შეიძლება ერთ ოჯახში ცხოვრობდეს ქრისტიანიც, ცხოვრობდეს მუსლიმანიც და მათ არ აქვთ რელიგიური შუღლი ერთმანეთის მიმართ და პირიქით პატივისცემა აქვთ ერთმანეთის მიმართ გამოხატული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეტწილად ესეთმა დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო ჩვენს რეგიონში იმ მრავალწლოვან მშვიდობას, რომელიც ამ რეგიონში არის აი ამ კუთხით. და არა მარტო ალბათ ამ კუთხეში, სრულიად საქართველოში ეს იგრძნობა ერთმანეთისადმი პატივისცემა, რაღაც საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება, რასაც ქვია ქვეყანა საქართველო და ამავდროულად ისინი ხვდებიან და გრძნობენ, რომ მათი ფესვები არის ქრისტიანული და ხშირ შემთხვევაში
არ უგრძალავენ ახალგაზრდა მომავალ თაობას, რომ დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მე მინდა ვიდრე გადავიდოდეთ შემდეგ საკითხზე, მოგახსენოთ, რომ 1917 წლის სექტემბერში, როდესაც შედგა საეკლესიო კრება, ბათუმის ეპარქია გამოიყო ცალკე ეპარქიად, ეს იწოდებოდა როგორც ბათუმისა და შემოქმედის ეპარქია, სადაც სხვადასხვა გამოჩენილ პიროვნებას უმოღვაწევია. ისეთი როგორიც გახლდათ პატრიარქები ეფრემ სიდამონიძე, ისეთი დიდი პიროვნება როგორც გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც გახლდათ ბათუმ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ისეთი დიდი პიროვნებები როგორც იყო მიტროპოლიტი დავით კადუა, რომანუს პეტრიაშვილი, დავით კაჭახიძე, დღესდღეობით ეს ეპარქია უпростоრად ესე ვიტყოდი, რომ 1996 წლიდან ამ ეპარქიას ხელმძღვანელობს მისი მაღალყოვლადო სამღვდელო ესობა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი. ამჟამად ეპარქიაში ეს მინდა რომ გაგაცნოთ უბრალოდ ამჟამინდელი ძალიან კარგი იქნება მე უცბად დავიწყე ამ ეპარქიაში დღესდღეობით არის 65 მოქმედი ტაძარი და მშენებარე 40-ზე მეტი ტაძარი და მოღვაწეობს დაახლოებით 80-ზე მეტი სასულიერო პირი ამ ეპარქიაში, რაც დამერწმუნებით, რომ ამ ეპარქიისთვის არის საკმაოდ კოლოსალური ციფრი. მით უმეტეს ეს ყველაფერი ხდება იმ რეგიონში, როგორც აღნიშნეთ, თავის დროზე ეს რეგიონი იყო, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისი იყო და მეუფე იწყებდა აქ მოღვაწეობას, იყო დომინანტ რელიგიას წარმოადგენდა ისლამი. დღეს სრული უმრავლესობით შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანული ეკლესია საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი ამ რეგიონში ღმერთის წყალობით. ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ ეპარქიის ცხოვრებას, გარდა სულიერ ცხოვრებისა, განსაზღვრავს სოციალური მსახურებაც, რომელიც პირდაპირ პროპორციულია მეუფე დიმიტრის ღვაწლთან. ის ჯერ კიდევ როდესაც როგორც მღვდელი წარმოიგზავნა ჩვენს ეპარქიაში, მისი ერთ-ერთი მოღვაწეობა გარდა სულიერი მისიონერული მოღვაწეობისა იყო სულიერი სოციალური მოღვაწეობა და მის სახელს უკავშირდება პირველი მოხუცებულთა სახლის გახსნა, ასევე უკავშირდება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ეპარქიაში პირველი სასულიერო სასწავლებელი გაიხსნა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველი საგანმანათლებლო სივრცე იყო, ეს არის გულისხმობს სკოლას, გიმნაზია ანდრია პირველწოდებული სახელობის, რომელიც მეუფე დიმიტრის ღვაწლით ჯერ კიდევ როცა ის გახდათ მღვდელი, იქედან მოყოლებული იწყება მისი ესეთი სოციალური მსახურება. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენს ეპარქიაში მზარდია მოთხოვნილება სასულიერო სასწავლებლების მიმართ, როგორც სკოლის კუთხით, ასევე სკოლამდელი სასწავლებლების მიმართ. ეს გახლავთ საბავშვო ბაღები, ეს გახლავთ გიმნაზიები. დღეს მაგალითად ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 1500-ზე მეტი ბავშვი ღებულობს განათლებას და დამერწმუნეთ, რომ რო იყოს საშუალება იმისა, რომ თქვათ შენობა ნაგებობები კიდევ უფრო უწყობდეს ამას ხელს, გაცილებით მეტი იქნება ციფრი, იმიტომ რომ მოთხოვნილება არის ძალზედ მაღალი ამ სკოლის მიმართ. ასევე სკოლამდელი დაწესებულებები, საბავშვო ბაღები სრული დატვირთვით მუშაობენ და ძალიან მაღალია მოთხოვნილება. ასევე ჩვენთან ფუნქციონირებს სასულიერო სემინარია და არა მარტო ეს ემსახურებოდა დასავლეთ საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ საქართველოდანაც უამრავი სტუდენტი სწავლობდა ჩვენს სემინარიაში და მრავალი სასულიერო პირი აღზარდა ამ დაწესებულებამ. მე ბოლოს დასკვნის სახით ვიტყვი და შემდგომ შეგვიძლია უკვე კითხვებზე გადავიდეთ, რომ საინტერესო არის ის, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც განწერული იყო სიკვდილისათვის, განწერული იყო კრიმინალისათვის. ადამიანები, რომლებიც საკუთარ მშობლებმაც კი უარყვეს, მეუფე დიმიტრი მათ ექცა როგორც მშობლად და ეს ადამიანები გადაარჩინა. თქვენ არ ვიცი გაქვთ თუ არა ნანახი ეს დაწესებულება, თუმცა მე ვიტყოდი, რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გიმნაზია პანსიონია, რაზეც
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არის ადაპტირებული სრულიად სოფლიო სტანდარტებით, ისე როგორც ალბათ ჩვენს ქვეყანაში ალბათ ვერ მოიპოვებთ. ჩვენს ეპარქიაში ეს ნაცვლად ჩანს. ეს არის მისი როგორც პირადად მისი ძალიან დიდი დამსახურება. მოწყალე კაცია და ძალიან უყვარს უბრალო ადამიანები, იმიტომ რომ თვითონ არის უბრალო ესეთი და იმიტომ და აქ რო არ არის სარგებლობ და ვაქებ თორე ვიცი რომ არ უყვარს რო აქემენ ხოლმე და მადლობა ღმერთს რომ ესეთი მეუფეები ყავს, ესეთი სასულიერო პირები და მამაო ერთი კითხვა მაქვს ესეთი, ვინაიდან არის რთული რეგიონი. გიწევთ ხოლმე რაღაც კომპრომისზე წასვლა გარკვეულზე რა, იქ მუსლიმები არიან, იქ ისინი არიან, ისინი 1000 ბევრნაირი ადამიანია, ტურისტები არიან ბევრი, ხო? ამ შემთხვევაში მამაო, რა კომპრომისზე წასულხარ სიტყვაზე, რაზე შეიძლება საერთოდ ადამიანი წავიდეს მოდელი და აი რა სადამდე შეიძლება აი ამ დათმობაზე წასვლა, ხო ყოფილა რაღაც, აი რა დაგითმიათ ისეთი რაც სიტყვაზე დღემდე თუ სხვა რა თქმა უნდა, ნუ სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირად თმობთ, ხო? ყველას ერთნაირად ხوار დავთ. ვირისი ამტანი და დამტევიც არის, ხო? პირველი რაც შემიძლია ვთქვა, არ ვიცი ამას რამდენად შეიძლება დავარქვათ კომპრომისი, თუმცა ჩვენ მათთან ურთიერთობაში საუბრობთ საქართველოს ისტორიაზე. საუბრობთ საქართველოზე. საუბრობთ იმ საერთო ტკივილზე, რაც გვაქვს. და ამით უახლოვდებით ღმერთს და ამით ხდება პირველი ჩვენი დაახლოება და თავისთავად ჩვენით უკვე ღმერთთან დაახლოება. ეს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი. მეორეს მხრივ თქვენ დასვით კითხვა, რაზე შეიძლება ვთქვათ, წავიდეთ კომპრომისზე ან არ წავიდეთ კომპრომისზე. საინტერესო კითხვა. პირველ რიგში ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ. ის რაც არის ეკლესიის დოგმატური სწავლება, ის რაც არის ეკლესიოლოგიური სწავლება, ლიტურგიკული სწავლება, ის რაც არის სწავლამოძღვრება მართლმადიდებელი ეკლესიის. ამაზე არ შეიძლება ჩვენ წავიდეთ კომპრომისზე. ეს ყოვლა დაუშვებელი ფაქტია. დოგმატურ საკითხს. რა თქმა უნდა. თუმცა შეიძლება ადამიანთან წავიდეთ კომპრომისზე თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. რაც გარკვეული სისუსტე აქვს და წავიდეთ კომპრომისზე იქიდან გამომდინარე, რომ ის მაქსიმალურად დავაახლოვოთ ღმერთთან. მე მინდა გითხრათ საეკლესიო სამართალში როგორი მიმდინარეობა არსებობს. არსებობს ორი სახე ადამიანის გადარჩენის. ეს არის აკრიბია და მეორე არის იკონომია. აკრიბია ეს არის სწორხაზოვანი სვლა სასუფევლამდე. რაც შეეხება იკონომიას, ორივეს დანიშნულება არის ადამიანის სულისხმონება, თუმცა ეს რო შევადავთ რაღაცა შემოვლითი გზით სასუფევლამდე მისვლა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რო არ შეგვეშალოს, არსებობს ამაშიც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ხშირად გონია, რომ იკონომია ეს არის რაღაც მუდმივი პროცესი. არა, არ შეიძლება. ეს დროებითი პროცესია. აუცილებლად უნდა დავუახლოვდეთ აკრიბიას, ანუ სწორხაზოვან ქრისტიანულ აზროვნებას. თავდაპირველად ეს შეიძლება ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ ახლა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო სხვა ცხოვრებით დაკავებული, საერო ცხოვრებაში იყო სრულიად, მიწიერი ცხოვრებით, სულზე ნაკლებ ზრუნავდა და როდესაც ერთბაშად უწევს სულიერ საკითხთან ურთიერთობა, რთულია, რომ პირდაპირ აკრიბიაზე მოხდეს მისი დააყრდნობა. ამ შემთხვევაში შეიძლება იკონომია, თუმცა ეს აუცილებლად დროებითი პროცესი უნდა იყოს და ბოლოს. არსებობს ისევ სამართლის მიხედვით ვიტყვი, არსებობს ესეთი მდგომარეობა, ეს არის ცოდვა და არსებობს შეცოდება. ცოდვა არის ერთჯერადი აქტი, რომელსაც ადამიანი ჩაიდენს. სხვათა შორის აქვს საეკლესიო სამართლის სპეციალისტებს, აი შედარებაში მოყავთ ხოლმე რა შეიძლება იყოს ეს. მაგალითად ადამიანმა დაარღვია მარხვა. მაგრამ ეს არის ერთჯერადი აქტი. თუმცა ის თუ მრავალჯერადად არღვევს მარხვას, მასზე უკვე როგორც შეცოდება ესე აღიქმება და ხდება უკვე ეპიდემიის განსაზღვრა იმისათვის, რომ ის უკვე კი არ ცოდავს მხოლოდ, არამედ შეცოდებაში, ანუ მრავალჯერადად ცოდავს ერთი და იგივე ცოდვასთან მიმართებაში. ამიტომ მღვდელი, სასულიერო პირი, ვარდებულია, რომ სწორად განსაზღვროს ჩვენ ადამიანის სულს ვეხებით. აქ ხო იმაზე არაა საუბარი, მე მამაილია კონკრეტულმა პიროვნებამ, ვინმეს თავი მოვაწონო და ვინმეს ვიღაც წარმოჩინდა როგორც მობიერი სასულიერო პირი. არსად სახარებაში არ გვიწერია, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი საკუთარი თავის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ჩვენი მთავარი ვალდებულება არის ადამიანები ვაცხოვნოთ და ადამიანის სულის ხონება კომპრომისებით ვერ მოხდება მხოლოდ. ვერანაირად. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ სწორხაზოვან ურთიერთობას ღმერთთან, რასაც სახარება გვასწავლის. ჩვენ არ შეიძლება რომ მხოლოდ და მხოლოდ ვისაუბროთ მოწყალებაზე. უნდა ვისაუბროთ სამართლიანობაზე. როცა ღმერთზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მოწყალების კუთხით არ შეიძლება საუბარი. სამართლიანი კუთხითაც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მთელი
სახარება აღჭურვილია ქრისტეს სიტყვებით, რომელიც არის დაფუძნებული სიმართლეზე. კომპრომისიც უნდა მიუხვდე ადამიანს, რომ რამდენად ეს კომპრომისი გაჭრის რა. თუ არა, შეიძლება როგორც მარგალიტის დაყრა ესე მოგივიდეს რა, რომ ყველას შეიძლება ვერ დაუყარე ხა. კომპრომისზე როცა მიდიხარ ის ადამიანთან, ზუსტად რომ აქაც რაღაცნაირად ეთყობა არის, ხო საჭირო მამა, ღვთისწყალობა, რომ ზუსტად მიუხვდე, რომ ვისთან შეიძლება კომპრომისზე წასვლა და თუ შეიძლება მამა, თუ წასულ ხართ კომპრომისზე და შედეგი გამოუღია ისეთი, ყველა ვარიანტში გამოიღებს რაღაც შედეგს, მაგრამ თუ გამოუღია მამა ისეთი შედეგი, რომელთაც სიტყვაზე დღეს თქვენ რომ ამბობთ 80 სასულიერო პირიაო, იყო სიტყვაზე სხვა რელიგიის წარმომადგენელი და დღეს ჩვენ ეკლესიაში არიან, თუნდაც სტიქაროსანი ან მედავითნი ან სასულიერო პირი. მსახურობს ჩვენთან. თუ შეიძლება რომ მოინათლა სიტყვაზე ამ კომპრომისით, იმ ჩვენებით რომ სიტყვაზე ჩვენი კაი ადამიანები, ჩვენი ქრისტიანობით ვიღაცას მოუნდა გაქრისტიანება, ხო? თუ შეიძლება ამ რეგიონში მით უმეტეს, იმიტომ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ და ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი ამას გამიგზელდა კითხვა თქვენგან რატომ მინდა ამის დარიგება, რომ ჩვენთან არ არის ის კულტურა ჩამოყალიბებული თუ როგორ მოვექცეთ სხვა რელიგიის წარმომადგენელს. და ანუ ურთულესად შეიძლება პირიქით მოყვანის მაგივრად შეიძლება ისე შევაშინოთ, რომ საერთოდ ვერ მოვიდეს და შევაძულოთ და მაგიტომ აქ არის ძალიან სიფრთხილე საჭირო. მე ვფიქრობ, რომ ესეთი სიფრთხილე თითქმის ქრისტიან შეიძლება არც გქონდეს სხვა შემთხვევაში, როგორც ურთიერთობაში სხვა რელიგიის წარმომადგენელთან. აქ არის ყველაზე დიდი სიფაქიზე გამოსავლენი. მისი უწმიდესობა ხშირად ამბობდა ამ შესახებ, რომ როდესაც განსაკუთრებით ამ რეგიონში გვიწევს თქვათ ადამიანებთან, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან, არ ველაპარაკოთ მაინც ჩვენ სარწმუნოებაზე და ვილაპარაკოთ საქართველოს ისტორიაზე და ასე შემდეგ. თუმცა ის თუ რამდენად არის შედეგიც ხატყობს, რომ უამრავი ადამიანი მოინათლა. ჩვენ როდესაც ვახსენეთ მეუფე დიმიტრი 1999 წელს, როდესაც საკათედრო ტაძარი გადმოიცა მართლმადიდებელი ეკლესიას, მაშინ იმ დღეს მოინათლა დაახლოებით 5000 ადამიანი. თუმცა ეს პროცესი ქრისტიანიზაციის არ შეჩერებულა და დღესაც მიმდინარეობს. დღეში ათეულობით ადამიანი ინათლება. ეხლა მე კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუმცა ყოველდღიურად სრულდება ნათლობი. დღესასწაულებში ეს მასიურია და რამოდენიმე ასეულ ადამიანს ითვლის მოსანათლ ადამიანთა რიცხვი. მასობრივი ნათლობები 90 წელში 2000 წლის დასაწყისში არაერთ გზის ჩატარებულა აჭარაში. მაგრამ თუმცა აქ ერთი გარემოება მინდა გითხრათ, რომ ხშირად ისმის კითხვა, რა არის რწმენა? რწმენა ეკლესიის მამათა განმარტებით არის საქმე. იაკობ მოციქული ცხობრძანებს საქმე მაშინ. სარწმუნოება twinier საქმეთაგან არის მკვდარი. და ეს სასულიერო პირები, რომლებიც მეუფე დიმიტრის ფეხ და ფეხ მოყვებოდნენ ამ მსახურებაში. ამათი დამსახურება, ამათი პირადი ღვაწლი, პირადი მაგალითი, რომელიც როგორ გითხრათ, საქმით გამოხატული რწმენა, რომელიც მოიტანეს მათ ადამიანებამდე, ამან განსაზღვრა შემდგომ ამ რეგიონის ქრისტიანიზაცია. თუ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში გაცილებით სხვა სურათი იყო აჭარაში. უამრავი ისლამის მიმდევარი, უმრავლესობაში მათი მყოფობა, დღეს საპირისპიროდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანთა უმრავლესობა არის ამ რეგიონში, აბსოლუტური უმრავლესობა განსაკუთრებით ბარში, ეს იგი გულისხმობა ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს არის მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს სრულად. ანუ ეს არის ამ ადამიანების პირადი ღვაწლი და პირადი დამსახურება, რომლებმაც საკუთარი საქმით დაამტკიცეს თავიანთი სარწმუნოება და დღენიადად ესე ემსახურებიან მართლმადიდებელი ეკლესიას. ამ პირად ღვაწლს, პირად შრომას არ ივიწყებენ. და მამა როგორ უნდა მოვიპო ძალიან ცოტა რას ფიქრობ იცი რომ ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს იქ და კაი ხალხი და ცოტა როგორი ხალხია იცით რომ რთულად ნდობაში შემოსული მაგრამ თუ შემოვიდნენ მამაო ძალიან მაგრა იგიერდგულებენ და მაგარი ხალხი ცხოვრობს მაგეთ რეგიონში და თუ შეიძლება მამა როგორ უნდა შეხვიდეს საერთოდ ადამიანთან ნდობაში როგორ უნდა მოიპოვო მათი გული და როგორ უნდა დაიმეგობრო იმიტომ რაღაცა გარკვეულ წილად ვიღაცები ქმნიან ხუთლისგან იმას რომ ის ხუთელი რაღაცა ცალკე უნდა იყოს შენ ცალკე ის ეს მომენტი მამა თვითონ დამეგობრების როგორი უნდა იყოს საერთოდ ურთიერთობაში თუ შეიძლება პირველ რიგში პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა გამორიცხავს მომხმარებლურ დამოკიდებულებას მათთან
როგორც კი ხედავენ რომ შენ არა გაქვს მოხმარებლური დამოკიდებულება და მისგან არ ელოდები რაღაცას მატერიალურზე მაქვს აქ საუბარი და სრულიად არამატერიალური სრულიად ყოველგვარი რაღაცა მომხმარებლური დამოკიდებულების გარეშე ურთიერთობ ბუნებრივია ამ ადამიანს უჩნდება მე ნდობა ჩვენს გარშემო არიან ადამიანები ჩვენი მეგობრები რომლებიც ისლამის მიმდევრები არიან თუმცა ჩვენ ჩვეულებრივ ურთიერთობთ მათთან ყოველგვარი რაღაცა კამათის ჭუბის ამის გარეშე ურთიერთობთ ნაბიჯდაბის მიყვებით ცხოვრების ყოველდღიურობას საუბრობთ ქვეყანაზე ვისაუბრია მაგალითად ისეც აგეთხზე ვთქვათ აი ქრისტიანობაში ესე როგორ არის ვთქვათ რაღაცა უკვირთ იმიტომ რომ ისლამი და ქრისტიანობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ორი რელიგია და ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ხშირად არის რომ მაგალითად ერთღმერთიანობაზე ხდება აქცენტი თუმცა მათი თეოლოგიური მიდგომა ისლამის თეოლოგიური მიდგომა და ქრისტიანული თეოლოგიური მიდგომა აბსოლუტურად განსხვავებულია და საერთო ერთმანეთთან არაფერი არ გააჩნიათ მაგრამ როცა ვსაუბრობთ ამ თემებზე ძალიან შეამოვნებთ სხვათა შორის პატივისცემას გამოხატავენ ეკლესიის მიმართ ანუ აქვე იგრძნობა რომ მათში არის წარსული გრძნობები რომ მათი ფუძე იყო დაფუძნებული ქრისტიანობას მე მინდა გითხრათ აი რამოდენიმე წლის წინ როდესაც ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ან იპოვის რაღაც ნაშთები ძველი მეჩეთების რომელიც დიდი თურქობის დროს აშენდა ნახე საინტერესო რაღაც როდესაც ხეზე კვეთავდნენ ამოკვეთილი იყო ქრისტიანული ორნამენტები ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ის სასულიერო პირი რომელიც იყო ისლამის მიმდევარი საკუთარ მომავალ თავმოვლობას ესე იგი უტოვებდა ისტორიას რაზე იყო დაფუძნებული მათი წარსული აი როგორ მოვიდა საკუთარ ვერ გაიქცა ესე იყო ესეთი ფაქტი სხვათა შორის მინდა გითხრათ ესეც საინტერესოა ეს მოხდა ქობულეთში როდესაც უკვე დიდი თურქობა მთავრდება, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. მოხდა ესეთ საინტერესო რამ, რომ ესე იგი რეფერენდუმი ემყარებოდა რელიგიურ მოტივებს. როგორ უნდა ჩატარებულიყო მაგალითად ისლამის მიმდევრებმაც კი აირჩიეს ქრისტიანული მხარე, რომ ეს კუთხე დაბრუნებოდა დედა სამშობლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესეთი სასულიერო პირი ბენიამინ გლონტი რომლის კანონიზირების საკითხიც დგას დღესდღეობით, ისე ახალმოწამეთა რიცხვში არის შესული, თუმცა სახელდობრ გვინდა რომ გამოიყოს ეს პიროვნება, ბენიამინ გლონტი, რომლის ძალიან დიდი წვლილია იმისათვის, რომ დედა სამშობლოს უბრუნდება ეს რეგიონი სულიერადაც, არა მარტო გეოგრაფიული მდგომარეობით, არამედ სულიერადაც უბრუნდება დედა სამშობლოს ეს რეგიონი. ესეთი ღვაწლმოსილი ადამიანები ბევრი ყავდა ჩვენს კუთხის ხალობით. ეს გამიხადა რომ გიორგობას 500 კაცი ინათლება ხანო და ყოველ დღეს ასწავლზე ესე და როგორი ამხელა რაღაცას აკეთებს საერთოდ ჩვენი ეკლესია რომ ამდენად დასაფასებელი არის რომ ხანახან ვიღაცა პოლიტიკურად უყურებს ვიღაცა მაგრამ აი თუ არა ეს სულიერება ჩვენ საქართველოს ვერაფერი ვერ გადააჭერდა აი ზუსტად ვიცი ეს და ამის დამსახურება და ამიტომ უნდა გაუთხილდეთ ჩვენ ეკლესიას და როგორ მიხარია ეს ადამიანები ვინც ეკლესიას იცავენ ხოლმე და ეკლესიას ვისაც უდგახართ ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ აქედან იმ ადამიანებს და მამო თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა ხა კაი ადამიანობა აი თუ მაგალითად ეკლესიის საქმეში მოგხმარებიან თვითონ სხვა რელიგიის წარმომადგენლები რაღაც აი მონდომებიათ სიტყვაზე რომ აი თქვენით სიტყვაზე მოსულიყვნენ და დარჩენილიყვნენ ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევა ძალიან ხშირი ჩვენ გითხარით რომ ჩვენს ეპარქიაში 40-ზე მეტი ტაძარი არის მშენებარე და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხელოსნები, რომლებიც ტაძარს აშენებენ და თქვენ წარმოიდგინეთ, არის ადამიანები, რომლებიც მატერიალური გასამჯელოს ანაცვლოდ კი არა, არამედ პირადინებითაც აშენებენ. ან მაგალითად რაღაც ხო არის თანხა დაწესებული გარკვეულ სამუშაოებზე გაცილებით ნაკლებში აკეთებენ იმისათვის, რომ ესახება ეკლესიას და ეს პატივისცემა როგორ არის ძალიან საინტერესო კუთხეა. მე სანამ გადაცემას დავიწყებდით, გიხარით, რომ აქედან შეიძლება რაღაც ისე ვერ ჩანს, რაც რეალურად არის. ეს სირთულეები ჩვენს რეგიონში ნაკლებად იგრძნობა ხოლმე.
ძალიან თავისუფლად ვართ, იმიტომ რომ არ არის რაღაც დაპირისპირება ერთმანეთთან, გვაქვს ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობთ, ურთიერთობთ და არ გვაქვს ეს რაღაც აღმართული კედელი ერთმანეთთან ურთიერთობაში. ხო გითხარით, აი ოჯახშიც კი შეიძლება ცხოვრობდეს ქრისტიანი, შეიძლება ცხოვრობდეს ისლამის მიმდევარი ადამიანები და არ აქვთ ერთმანეთთან ეს განყოფა ერთმანეთის მიმართ. ამიტომ საინტერესო რეგიონია, აქედან შეიძლება რამოდენიმე ხნის წინ სახელმწიფო რეთქვი, თუმცა ამბობდნენ რომ ძალიან იმატა, ესე იგი ისლამის მიმდევართა რიცხვმა და იქ ბათუმზე იყო საუბარი. თუმცა ხალხის ყვირია მამაო ძალიან ხვდებიან ხოლმე და ყვირის ეს თემა და დავამშვიდო ყველა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ჩვენს ეპარქიაში მსგავსი პრობლემა არ დგას. ყოველდღიურად ინათლება ადამიანები, გამომდინარე იქიდან რომ საკურორტო ქალაქია, ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავს აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით არაბულ ენოვანი ქვეყნებიდან, სადაც ეგრეთ წოდებული ჰიჯაბის ტარება კანონით არის განსაზღვრული და ეს ადამიანებს შეიძლება ხშირად შეხვდეთ ქალაქის ქუჩებში. არა მარტო ბათუმში, რეგიონებშიც კი მე ბევრგან შემხვედრია ეს ადამიანი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთიანი რეგიონებიდან ბარში ჩამოვიდა ადამიანები და ამანაც გარკვეულწილად განსაზღვრა ეს მომენტი. თუმცა არ არის საშიში მდგომარეობა და ყოველდღიურად ეპარქიის სასულიერო პირები მისიონერული მოღვაწეობით არიან დაკავებულები და დამერწმუნეთ ამ კუთხით ეს ეპარქია ნამდვილად გამოირჩევა. ძალიან კარგი სამღვდელოება ყავს ეპარქიას, რომლებიც ძირითადად უკვე ადგილობრივი კუთხიშვილები არიან, აჭარლები არიან და არაერთხელ აღნიშნავს ჩვენს მთავარსაც, რომ ეს მისთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ამ კუთხიშვილი არის სასულიერო პირი. ასე არის ზემო აჭარაშიც. მეუფე სპირიდონთან, იქაც ადგილობრივი კუთხის შვილები არიან სასულიერო პირები, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ქრისტიანული მოძღვრების გავრცელებას. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გადაცემით მინდა ვთქვა, რომ არ არის ესეთი სურათი. აქედან შეიძლება მე არ ვიცი ესე როგორ ჩანს, თუმცა შუაგულიდან გეუბნებით, რომ ისე გრძელდება მისიონერული მსახურება ძალიან აქტიურად და ძალიან კარგ შედეგებსაც ვღებულობთ ამ კუთხით. ამის ნათელი მაგალითი არის ისიც, რომ ამ ადამიანებთან მიმართ თქვენ იცით, რომ უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს დავა ახალი მეჩეთის მშენებლობის და ასე შემდეგ, ხო? ეს ამ ხალხის დამოკიდებულებაც არის, ხო? ის უმრავლესი ადამიანი როცა არის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, ბუნებრივია მას არავითარ შემთხვევაში არ სურს, თქვათ იქ სხვა სარწმუნოების რაღაც იქ მეჩეთის, თქვათ, ანუ ნებისმიერი. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო ხაზგასმით, რომ ეს მეტყველებს იმაზე, რომ მართლმადიდებლური ეკლესია კარგად არის წარმოდგენილი ჩვენს ეპარქიაში. მინდა აღნიშნო ასე, რომ საინტერესო არის, ვისაც ახსოვს 90-იანი წლების აჭარა და შეადარებს დღევანდელ რეალობას, რაც ხდება, ნახავს, რომ აბსოლუტურად შეცვლილი გარემო, კიდევ უფრო კარგად დამკვიდრებული ქრისტიანული მოძღვრება, ეს აისახება მის არქიტექტურაშიც, ტაძრებშიც, თქვენ ნახავდით, რომ მისი არქიტექტურა არის სრულიად ქართული, ის უძველესი არქიტექტურული ნიმუშები რაც გვაქვს, იმაზე დაფუძნებული ესე იგი არქიტექტურული ტაძრები, ასევე ჩვენს ეპარქიაში სრულად არის კანონიკური გალობა, ანუ ჩვენი მრავალხმიანი ქართული გალობა, ის პოლიფონია, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს, სწორედ აი ამაზე დაფუძნებული უძველესი ქართული საგალობლები იგალობება ჩვენს ეპარქიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მიდის ისე, როგორც ეს უნდა ვითარდებოდეს ქრისტიანულ სახელმწიფოში და ამ კუთხით არა გვაქვს რაიმე პრობლემები, თუმცა პრობლემა ყოველთვის არსებობს, დაბრკოლება ყოველთვის არსებობს, არც ისე მინდა წარმოაჩინო თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად არის,
თუმცა იმ კუთხით რა კუთხითაც ჩვენ გვაქვს პრობლემა, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ქრისტიანული ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია მეუფე დიმიტრის წინამძღოლობით აგრძელებს მუშაობას და რაულ სულთა გადასარჩენად მიდის მოღვაწეობა. და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ თან ტელევიზია არის და ესე რაღაცა ცივად განხილვა და ესე ლაპარაკი არ შეიძლება და მაგიტომ აი თავს ვიკავით ყველაფერს შეიძლება ხა ვიღაცები რადიკალურად უყურებენ აი რატო ისე მაგიტომ ვაკეთებ აქცენტს რომ აი ის გაკეთებული განცხადებები რომლებიც რაღაც თან გადაუმოწმებელი ინფორმაცია რომლებიც ვრცელდება ხოლმე ძალიან არ მოგწონს იმიტომ რომ აქედან არ შეიძლება ვიმსჯელოთ შუაგულში რა ხდება მაშინ როდესაც კომუნიკაცია მაინც უნდა არსებობდეს მინიმუმ იმისათვის რომ გავიგოთ არის თუ არა სიმართლე ეს ყველაფერი ხო აი ესეც მამა ბოროტი პატარა ფიფქებზე აწყოს მე ზვავი უნდა იმას ქნას შექმნას და მაგიტომ აი პატარა რაღაცებს არ უნდა გამოვიკეთო იმიტომ რომ მეტად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი იცით რატომ ამო თან სულიერების თვალსაზრისით ჩვენ თუ ვიქნებით მაღალ დონეზე და მაღალ საფეხურზე მამო ვერაფერმა შეიძლება ვერ მოერიოს, იმიტომ რომ მაგასაც აი რაღაცებს რო კარგავს ადამიანი, იმიტომ კარგავს რომ ღმერთმა ვერ ნახა მის ხელში ამის ადგილი და მაგიტომ და თუ შეიძლება მამო აი ჩვენ როგორ დავდგეთ იმ სიმაღლეზე რომ აი ვიღაცა რო გამოგხედავს, აი რა პირობები და რა მიმართულებით უნდა გამახვილოს მამო ყურადღება სულიერ ასპექტზე ადამიანმა ამ შემთხვევაში რომ ვიღაცა რო გამოგხედავს, მოუნდეს რომ აი ესეთი ვიყო რა თუ შეიძლება რა ეკლესია ამას ხო ყოფილა მამო ძალიან დიდი ბოდიში ხო ყოფილა ხშირად ეს რომ აი სიტყვი კოლაილების ისა აი რომ დომებიათ რომ აი ესეთი გვინდა ჩვენ ვიყოთ აი ამ სარწმუნოების თუ შეიძლება ბოდიშით ორი საუკეთესო მაგალითი არსებობს ამისთვის ეს არის სიმდაბლე და ეს არის სიყვარული თუ ეს ორი გაგაჩნია ადამიანისთვის შენ უკვე ხარ მაგალითი აი ჩვენ რო გადავხედოთ წმინდა მამების ცხოვრებას. მათმა თავდაბლობამ შექმნა ის სამწყსო მის გარშემო, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორი მრავალრიცხოვანია, ხო? აი მაგალითად, ეხლა ძალიან პოპულარულია და კარგია, მიხარია მამა პაისის მიმართ დამოკიდებულება. იგივე მამა გაბრიელის მიმართ. მას არ ქონდა სიმდაბლე, მას არ ქონდა პირადი მაგალითი და კიდე იცით რა განსაზღვრავს? ჩვენ რაც არ უნდა დაგვევიწყდეს სასულიერო პირებს, არავის მე მორალს არ უკითხავ. და არც ამის ამბიცია გამოჩნია. არა, უბრალოდ პირადად ვთქვათ. თუმცა აუცილებლად ერთი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანები ჩვენ ღმერთამდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენამდე კი არ უნდა მოვიყვანოთ. ან ჩვენი თავი კი არ უნდა შევაყვაროთ ღმერთზე მეტად. არამედ ღმერთი უნდა შევაყვაროთ. ღმერთი უნდა იყოს უპირველეს ყოვლის. როცა ადამიანი ხედავს, რომ შენ არა გაქვს პირადი განზრახვა, რაღაც პირადი მოტივი, რომ რაღაც შენ მოდი ისე ვიტყვი ქულები დაიწერო მის თვალში. არამედ გსურს რომ ჭეშმარიტი მოძღვრება მიიტანო მასთან და ამერწმუნეთ რომ ესეთ მღვდელს ყოველთვის ექნება ესე იგი ესეთი მოდელი ყოველთვის იქნება მისაბაძი. აი ამაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყურადღება გავამახვილოთ. თუ ჩვენ ვიფიქრებთ რომ ჩვენამდე მოვიყვანოთ ადამიანები, მას ძალიან მალევე დავკარგავთ. თუ გახსოვთ თქვენ გამალიელის სიტყვები სინედრიონს დასავლოს. იქ საინტერესო რაღაცას ამბობს. რომ ჩვენ ბევრი ვნახეთ, რომლებიც მოდიოდნენ სხვადასხვა მოძღვრებით. მაგრამ კაცისგან რო იყო, მალევე გაქრა და დაიწყებას მიეცა. და იქ ჩამოთვლის. მაგრამ თუ ღვთისაგან არის, მას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ესე არის მღვდლის მოძღვრება, ამისი მისიონერობა. თუ დაფუძნებულია ღმერთზე და თუ მისი აქცენტი არის იმისაკენ, რომ ადამიანები ჭეშმარიტად სასუფეველში დამკვიდროს, მას არანაირი წინაღობა არ იქნება, თუმცა ეს წინაღობა იქნება, მაგრამ მისთვის ეს დაბრკოლება აღარ იქნება. მიხვდით? თუ ღმერთზეა დაფუძნებული. თუ მე მამა ილია ვიფიქრებ, რომ ჩემამდე მოვიყვანო ადამიანები, ის მალევე განხარდება, იმიტომ რომ ღვთისგან აღარ არის ეს. ამიტომ ეს გამალიელის სიტყვები სუდი არ იქნება თუ ხშირად გვემახსოვრება. სხვადასხვა მამა მინდა გითხოთ, რომ ეს ახლა ჩვენამდე მოყვანა ადამიანის ეს ნიშნავს, რომ შენ ვერ ხვდები საერთოდ რა არის მსახურება, სათხარ და რისთვის გაჩნდი. და ამ შემთხვევაში მამა ბევრი ვერ ხვდება. ამას რა ვისაც თავის თავამდე ბევრი მინახავს, რომ მოძღვარი გარდაიცვალა მაგალითად და მრევლი გაქრა. იმიტომ რომ აღარ იცოდა იმის იქით საწასულება.
წარმოიდგინეთ რა, ანუ იმას არ ყავდა დარიგებული რომ მე თუ არ ვიქნები სხვამ რომ გაზიაროს, მაინც ნაზიარები ხარ. ეს არ გქონდა. სიტყვაზე, ნუ ეხლა გამონაკლისებიც არის იშვიათი, როცა სიტყვაზე ადამიანი სხვას ვერ ეხსნება რაღაცა. ეგ მაგას არ გულისხმობ, მაგრამ აი სხვა მოძღვარს აღარ აღიარებენ, მაგრამ საქმე რა შეიცით მამაო, ის მოძღვარებიც ვერ ხვდებიან. აი როგორ უნდა მივხვდეთ მამაო, რომ ნებისმიერ ფორმაში ხო რომ ადამიანი ღმერთამდე კი არა, შენამდე მიყავს და ხუპავ. აი, ბევრი ვერ ხვდები, იმიტომ ეს ხო ხიბლის მომენტია, მამაო, რომელიც შეიძლება ისე მოტყუდე, რომ შენ თვითონაც ვერ მიხვდე. გეგონოს, რომ კი, აი მე ღმერთამდე მიმყავდა. მე მოვერიდები ვინმეს კრიტიკას. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ არა, მე უბრალოდ ვამბობ, მამაო, ერთიანში უბრალოდ თუნდაც ერის კაცი იყოს, რომ აი სიტყვაზე რაღაცნაირად მიყავდეს. თუმცა გამიგია ესეთი ფაქტი, მინახავს უпроსტად ესე ვიტყოდი, რომ საკუთარი მოზღვრის გარდა სხვას არ ცნობენ ხოლმე, არც დალოცვას და არც ლოცვა კურთხევას არ ეთხოვენ ხოლმე. დამოკიდებულებაშიც მხოლოდ საკუთარი მოძღვარი. თუმცა ცუდი კი არ არის მოზღვრის სიყვარული და ამას კი არ უღარყოფთ. მაგრამ იცით რა არის მნიშვნელოვანი? უდენმა რა უნდა განსაზღვროს და მე არც ერთ მოდელს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. არა, მამო, ისევ საუბრობ. ვინც ამას ნახავს, არ იფიქროს რომ ვინმეს ჭკუას ვასწავლო. თუმცა ერთი რამ არის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ ის, რომ მრევლს წარმოუჩინოთ ისე როგორც არის ეკლესიის მოძღვრება, რომ მღვდელი არის სულიწმინდის მადლის მატარებელი, რომ ეკლესიის თავი არის ეპისკოპოსი, როგორ შეიძლება რომ მღვდელი მრევლს აკრიტიკებდეს, მღვდელი საკუთარ მრევლს არ უშლიდეს ეპისკოპოსის კრიტიკას მაგალითად. იმიტომ რომ ეს უნდა განემართოს, რომ ეპისკოპოსი არის ეკლესია, რომ ეკლესია არის ეპისკოპოსი. ეს ხო მამა ილიას არ მოუგონია. ეს ეკლესიის მამები ამას ამბობენ უკვე პირველი საუკუნიდან ჯერ კიდევ, როცა მოციქულთა მოზღვრება გავრცელდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცით? იმიტომ რომ მღვდელი ვალდებულია, რომ ეკლესიის ერთიანობისათვის, იმიტომ რომ თუ შენ არ გაქვს ერთიანობა ეკლესიასთან და რაღაც გამოყოფილად ხარ, შენ იშმაკიფსახური ხარ. იმიტომ რომ ღმერთია ერთიანობს ეშმაკი ყოფს და ეს გაერთიანება თუ არ მოხდა ეპისკოპოსის გარშემო, ეკლესიის გარშემო, ეს არის ცდარი და არასორი, ხო? ამიტომ ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა განვითარდეს მრევლში, რომ ჩვენს მრევლს იცით როგორ არის რის თქმა მინდა, რომ ჩვენს მრევლს ჩვენი სახით ყველა სხვა სასულიერო პირი უნდა უყვარდეს. ჩვენი სახით სხვა სასულიერო პირის დანახვაც უნდა უხაროდეს. და როცა მარტო ჩვენი უხარია, აქ რაღაც პრობლემა ამზრდელობით პროცესში. იმიტომ რომ სხვაც უნდა უხაროდეს, იცით? მე ძალიან მიხარია მაგალითად სხვა მოძღვრის ამხსარებელი, რომ აი მოდის გალაღებული, რაღაც ბედნიერი მოდის შენთან. ხვდები რომ მოძღვარმა კეთილი ნაყოფი დათეს ამ ადამიანში. ანუ სწორად წარმოაჩინა მღვდელი და ანახა სულიწმინდის მადლის მოქმედება როგორ აღესრულება მღვდლის მიერ. თუმცა მას შეიძლება პირადი ცოდვები გააჩნდეს, მაგრამ ვიდრე ის მოქმედი მღვდელია, ვიდრე ეკლესიისგან მას მინიჭებული აქვს სამუდამო მსახურება, სულიწმინდის მადლი მისით მოქმედებს. ეს არის ეკლესიის შეუვალესწავლება, რომელსაც ვერავინ ვერ უარყოფს, ხო? აი ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა რახან თქვენ ეს კითხვა დასვა. ჩვენ უნდა მივიყვანოთ ადამიანები ღმერთთან, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა. ის რომ შეიძლება ჩვენ მიწაზე რაღაცეთ გამომართლდეთ, ზეცაში ვერ გამომართლდებით თუ არასორი ღმერთთან, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ამ ხანმოკლე ცხოვრებაში ღმერთმა მოგცა შესაძლებლობა და ჩაგაბარა სამცხო, ეს ღმერთამდე უნდა მიიყვანო პატიოსნებით. შეცდომა ყველას მომდის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი. შეცდომასა და შეცოდებას შორის უნდა გავავლოთ პარალელი და მივხვდეთ, რომ ეს მუდმივი ხასიათის არ უნდა იყოს. უშეცდომა არავინ არ არის. თუმცა გამოსწორების საშუალება უნდა დავიტოვოთ. დიახ და მამაო, რო არ დავსვა ეხა ეს კითხვა, არ შემიძლია კრიტიკა ახსენეთ თქვენ და კრიტიკა არა უფრო განკითხვას დავარქმევ კიდე ზემო და რაღაც ეკლესიური ენით. კი, კრიტიკით განიკითხავენ ხოლმე და ბოლოს ორღობის ჭორიკნებად იქცევიან ხოლმე და რაღაცნაირად სამზარეულოში ჭორაობენ ხოლმე, მაგდონეზე ჭორაობენ ხოლმე, სასულიერო პირებზე, ეკლესიურ ადამიანებზე და ნებისმიერ საერთოდ შეიძლება არ იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ ადამიანზე, ხო, სიტყვაზე. ამ შემთხვევაში, მამაო, აი ჩვენ
რასთან გვაქვს საქმე, აი რა ავტორიტეტს იმაშვებიან, ერჩიან, იმიტომ რომ ხშირად რა არის მითხოლმე, იცით მამაო, აი დიდებს რო უთამამდებიან, ხო? და აი ესე იოლად იხსენიებენ, მათთვის ავტორიტეტი კვდება და უავტორიტეტო დარჩენილი და უმაგალითო დარჩენილი ადამიანი, მამაო, მერე განწირული არის ეშმაკის კლანჭებისათვის, რაც ხდება დღეს, რომ მერე ამ ადამიანებს ყველაფერს აკეთებინებენ, რაც უნდა. თუ შეიძლება მამაო, რატომ მიდის მიზან მიმართული ავტორიტეტების განადგურება, აი ამასთან უკითხოთ, ამასთან და გახსოვთ კვიპრიანი კართაგენელის სიტყვები, ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, ვისთვის მერტი მამა ვერ იქნება. თუ შენ ეკლესიას როგორც შენს ოჯახს ისე ვერ წარმოიდგენ. აბა რა. ჩვენ ხო ქრისტეს ერთიანი სხეულის ნაწილები ვართ, ხო? თუ ამ ნაწილად არ იგრძენი თავი, თუ ამ ოჯახის წევრად არ იგრძენი თავი, მერე ყველაფერი ძალიან მარტივია. თუ გრძნობ ამ ეკლესიის შვილად თავს და შეცდომები როგორ არ ხდება. ეხლა ჩვენ თავში ვიაღვნიშნეთ, რომ შეიძლება ადამიანმა შეცდომა და იოანე ოქროპირი ამოსეც საინტერესოა. შენ ყველა ცოდვის ჩადენა შეგიძლია. თუმცა როდია სასარგებლო შენთვის. თუ ჩადენა როგორ არ შეგიძლია ვინ გაკავებს ამისგან, თუმცა როდია სასარგებლო. შენ შეიძლება რაღაც დაინახო, მანკიერება რომელიმე სასულიერო პირში, თქვათ ან რომელიმე თქვათ ეკლესიის იერარქიას. თუმცა მე ყველაზე მეტად რაც არ მომწონს და რაზეც მინდა რომ ყურადღება გამომახვილო, ეს არის სოციალურ ქსელში მიდის, ესე იგი, ის რაც დავინახეთ, მხოლოდ ამის შეფასება. თუმცა ის რაც ვერ დავინახეთ, ის რაც კადარს მიღმა არის ხოლმე, გავაკეთეთ ცდარი შეფასებები. და თუ შენ ამ ოჯახის წევრად გრძნობ თავს, ყველაზე ქრისტიანული არის. ამ სოციალურ ქსელში პუბლიკა არის ძალიან დიდი. და როცა შენ მრევლის წევრი, ან თუნდაც სასულიერო პირი, ისევ შენსავე ეკლესიას აკრიტიკებ, შენ ჩათვალე, რომ ცხოვარნი განაბნია. ზუსტად. ტერი უფრო შენ ყველა მღვდელი ხომ არის მწყემსი. ხო, ყველა მღვდელი არის მწყემსი და რა წერია სახარებაში? დავსცემ ცხოვარს და განიბნი, დავსცემ წყემს და განიბნინე ცხოვარნი, ხო? შენ როდესაც უკვე ეშმაკმა გაცდუნა, ესე იგი დაიწყე ეკლესიის კრიტიკა, არ დაიცავი არანაირი იერარქიული ზღვა არის. აცდუნე უამრავი ადამიანი, შენ წყებსი უკვე აღარ ახ. და ის შენი ცხრები რომლებიც ღმერთმა მოგანდო, ისინიც მიმოფანტე უგზოუკლოთ. და როდესაც აი ჩვენ საუბრობთ, ეს არის პრობლემა, იცით რისი? ცოდნის პრობლემაც არის, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა წავიკითხოთ ის, რასაც ეკლესია გვასწავლის. და კომფორტულ ზონას ვიქმნით, ხოლო იმას ვკითხულობთ, რაც მოგწონს. თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ და აქვე აღნიშნავ, რომ მე არ შემოვიფარგლები ვინმეს კრიტიკისთვის, თუმცა თუ თვლით, რომ ვართ ერთი ოჯახის წევრები, ერთმანეთს ვესაუბროთ იმ მანკიერებებზე, რომლებიც გვაქვს. ერთმანეთთან ვიყოთ გულახდილები. ხშირად ვაკვირდები, რომ ჩვენ სიყვარულოდ ვაკეთებთ ამას. ხო. სიყვარული არ აქვს და რაღაცა ბოროტი განზრახვა უფრო გაგვაჩნია. ამ დროს შეიძლება შენმა მხილებამ გადაარჩინოს ადამიანი სოციალურ ქსელში რო ამხელ ადამიანს ეს კი არ გადაარჩენ. თანადგომა რომ მიხვალ. თანადგომა ეზარებათ. აი ეგ არის რომ ჩვენ ეს გვიჭერს. აი ხშირად რომ რა არის? სიყვარული არ თავგანწირო. შენი მოყვას თავი უნდა გაწირო. ის იერარქი იქნება თუ უბრალო რიგითი საერო პიროვნება, ხო? სიყვარული არის ეს, სწორედ რომ თავი გაწირო და ეს თავგანწირვა რა არის, რომ მიხვიდე, მას უთხრა სოციალურ ქსელში რაღაც ისა ციფრებში გაზარდო შენი თქვათ რაღაცა პოსტის ხო რაღაცა პოსტის მიმდინარეობა რაღაც ციფრებში გაზარდო, ეს ხო აბსურდი, ეს არ არის ქრისტიანობა. მიდი სახარებაში აწერია. მიდი ერთხელ უთხარი ძმას, ორჯერო, სამჯერო. თუ არ გისმინა, მე კრებულს მოვუყვე. ჩვენ სამწუხაროდ პირდაპირ კრებულში გადავყავს ხოლმე. ანუ არ ვიწყებთ აი თანმიმდევრულად მოქმედებას, გაიგეთ, რომ ვიღაცამ შეიძლება დააშავა მანკიერება გამოხატა, თუმცა სოციალურ ქსელში ამის განხილვა არის აბსოლუტურად მიუღებელი. შეიძლება ძალიან არ მომეწონოს მეც რაღაც. ვიღაცას მამა ილიაც არ მოეწონოს, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია, რომ ამის საჯარო განხილვა უნდა მოხდეს. თან მამაო რა არის ის? აი რო ატყობ აშკარად, თუ შენ მეგობრულად კი არ განიხილავს, აი ბოროტულად და ყველა ეს უდი რა არის? ურთულესი პერიოდი. 3 მილიონი ადამიანამდე ვართ. ჯერ ეს ერთმანეთის დაჭმა და ერთმანეთის ტკივილზე, ის ხო ტკივილია, მამაო, ვიღაცა თუ ვერ შედგა, ან შეეშალა, ან რაღაცა მოხდა. აი ამ ტკივილზე შენი დივიდენდების რაღაცა აწევა არ არის სწორი რა, იმიტომ რომ არ არსებობს შენს გაგიჭირდება, მოვა, აუცილებლად შენს დაგიდგება ეგეთი შავი დღე, როგორც მას უდგას, ხო და
დარჩები მარტო მე და საშინელება ეს არის მამო ეს არ ესმით მამაო და ძალიან ადვილად წირავენ ერთმანეთს არა მარტო ქრისტიანული მოძღვნება წარმართული ფილოსოფიაც კი ამბობს ეს საინტერესო რაღაცას რომ სვის უბედურებაზე არ შეიძლება შენი ბედნიერება აწყო ვიღაც რო დაეცა ეს არ უნდა გაგიხარდეს და ამის ნათელ მაგალითს გვაძლევს სახარება იუდას ფაქტორი ქრისტეს დამოკიდებულება იუდასთან რომ ქრისტე როგორ წუხს ხო იუდას აი ამ ფაქტორის გამო და თუ ჩვენ ასე არა იმიტომ ვიძახი რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მაცხოვრის სიტყვები და სახარება ეს არის მთავარი თუ ამით არ ცხოვრობ შენ რა სტატუსიც არ უნდა გქონდეს მაგისტრი იყო თეოლოგიაში დოქტორი იყო თეოლოგიაში არაფერი იმასთან შედარებით თუ არ ცხოვრობ არიოზი ვინ იყო რა გააკეთა ხო თუნდაც და ძალიან სიფთხილია საჭირო აი ადამიანი უბრალოდ აი მართლა ადამიანური ფაქტორები უნდა შეგვჭეს თუ არის ხოლმე საერთოდ რელიგიურ ადამიანს რომ ეს ადამიანური ფაქტორები არ გაჩნდა რაღაცა ისეთი რაღაცა ხისტად აზროვნებთ ხოლმე ძალიან მიგვირს ხოლმე თუ შეიძლება მამო 5 წუთი დარჩა და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი როცა აშავებს რაღაცას ჩვენ სფეროში და საერთოდ ცხოვრებაში რა იცით რა არის პირველი ისე მე ძალიან მიყვარს პატრიარქის ქადაგება ხშირად ძალიან უსმენ მე მოხიბლული ვარ ზოგადად ამ ადამიანის ღვთისმეტყველებით ძალიან მარტივ ენაზე გადმოსცემს ღვთის იმ სიბრძნეს რომელიც ახარებაში თუმცა შეიძლება იყოს რთული ტექსტი მაგრამ პატრიარქს ძალიან მარტივად გადმოქონდა ჩვენ და მე ხშირად ძველ ჩანაწერებსაც რო უსმენ ძალიან დიდ მოტივს მაძლევს ცხოვრებაში და საინტერესოა ერთი შეიძლება ვთქვა აი ბოდიშკის უწმინდესთან დაკავშირებით უნდა ვთქვა აი ერთი წამივიტყვის რომ აი სწორედ ეხლა რაც რო წამოიწია ეკლესიის ფაქტორმა რომ აი ესე ადამიანები გაუთამამდნენ ხო დიდებს და ღმერთებს მართლა ხო ამ შემთხვევაში მამაო სწორედ ამ ყველაფრის დანგრევა უნდა ბოროც რაც ამდენი წლის მანძილზე პატრიარქმა აქამდე მოიტანა აი ზუსტად მაგასებთვის ეშმაკი რომ აი ამ ადამიანებით ანგრევს იმას რაც აი ადამიანმა როგორ რამხელა წვალებით სადამდე მოიტანა ხო ბოდიშკრი და პატრიარქის ღვაწლი რო ფასდაუდებელია აი არ ვიცი ამას თვით ისლამის მიმდევრებიც ხარობენ და არაერთხელ ყოფილა ამაზე მსჯელობა და ბევრი ისტორია იცით თქვენც ამის შესახებ თუმცა აი რას ამბობს პატრიარქი ყველა თითქმის ყველა მის ქადაგებაში რომ გულის კარი უნდა გაუხსნათ ღმერთს. ოღონდ ეს გულის კარი რო გაახსნა, საკუთარი თავი უნდა იპოვო. ეს არის აი შეიცან თავი შენი, ხო? იცი თქვენ რომ ეს მარტო ქრისტიანული სწავლება არა. შეიცან თავი შენი, ეს არის წარმართული ფილოსოფიის მიმდევართა სწავლება. შეიცან თავი, საკუთარი თავი შეცნობით იწყება მე დანარჩენი ყველაფერი. როგორ უნდა მივხვდეთ? აი ნიკოდიმოს დაწმინდელი ამბობს ესეთი შესანიშნავი წიგნი არის ქვია საამხსარებლო ეს დიდი კანონისტი იყო რომელმაც ეკლესიას მისცა ისეთი დიდი ნაშრომი როგორც არის ქვია ესე მესაჭე პიდალიონი მას აქვს ესეც საინტერესო რა როგორ უნდა მივხვდეთ გვაპატიეთ თუ არა ღმერთმა ჩვენ ცოდვები და საინტერესო კითხვა რა როგორ უნდა მივხვდეთ ხო ძალიან რთულია ხო მაგრამ თუმცა ძალიან საინტერესო რაღაცას ყვება თუ თქვენ ის ცოდვა უკვე გძულთ აი რო გძულს უკვე ის ცოდვა იცოდეთ რომ ღმერთმა კაპატია შენ ცოდვა ჩვენც აი როგორ უნდა მივხვდეთ საკუთარი თავი უნდა მივხვდეთ რომ დავინახოთ ის არარაობა სიყვარულობა ჩვენს თავში რომელმაც ასე ძიმენ ცოდვაში ჩაგვაგდო განკითხვაში ადამიანის მიმართ რაღაცა არაკეთილ სინდისიერ დამოკიდებულებაში რომ თავი არ გავწირეთ როცა თავი უნდა გაგვეწირა და უამრავი ისეთი ასპექტები. ადამიანმა ხშირად ჩემთან აღსარებელი რომ მოდის. ყოველთვის ამას ვეუბნები. მოდი შენც დამეხმარე. რომ შენც დამეხმარე რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. მარტო მე ვერ შევძლებ. შენც უნდა იბრძოლო ამისათვის. შენც უნდა საკუთარ თავს შემოუძახო და დაიწყო მოbrunება ღმერთისაკენ. აი როცა ეს იწყება. მე როცა ერთობლივი, ანუ სინთეზია. მე ყველაფერი უკვე ძალიან მარტივი ხდება. აუ მამაილი არ მინდა რომ ეს გადაცემა დამთავრდეს. ისეთი აი ძალიან წუხარ. ესე მოუახლოვდა იმას ბოლოს და მე უფეს ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხა მეუფე დიმიტრის და მამაო გახლავთ პრესამსახურის უფროსი მამაილია და აუცილებლად მან შეგვპირდა რომ
2-3 თვეში ერთხელ აუცილებლად როცა მოუწევს აქ წამოსვლა აუცილებლად გვეწევა ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა. მინდა აუცილებლად მოვიკითხო ის სასულიერო პირები, ვინც იქ არიან, მამა ბათუმში, მამა ანდრია გავიცანი, რავი, ბევრი სასულიერო პირი, რომელიც ის 80-ვე სასულიერო პირი, რომელიც მართლა ერის გმირები ხართ და თქვენ მართლა ჩვენ ჯარისკაცები ხართ, რომლებიც ესე სულიერად და ხორციელად და ფიზიკურად იცავთ. იმ ეპარქიას და მაგ საზღვარს საერთოდ ამხელა აი ყველაზე ურთულესი ერთ-ერთი რეგიონია, დიახ. დიდი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მეუფე დიმიტრის აი ამ ღვაწლისთვის, შრომისთვის, იმიტომ რომ ყველაფრის მაგალითი არის თავი ეკლესიის. და მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მე მიხარია, რომ მიწევს მსახურება იმ სასულიერო პირებთან ერთად და მადლობას ვცირა ღმერთს, რომ ღირს მყო ამ ადამიანებთან ერთად თანმსახურება, ადამიანები, რომლებიც დღენია და გიღწვიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და საქართველოს ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ესეთი ლამაზი და საინტერესო საუბრისათვის და აუცილებლად აი შემდეგში კიდე მოგიწევთ ამ სულიერ თემებზე. ძალიან გამიხარდა სხვათა შორის და დიდი მადლობა რა. მართლა აი ხენაყოფითი ცნობისო თქვენზე და მეუფეზეა ნათქვამი და თქვენზე რომ მადლობა დიდი რომ ესეთი სასულიერო პირები გყავთ. მეუფეს პირველ რიგში რომ ესეთი ეპარქია შეიძლება სულ მიკვირდა რომ აი ესეთ რთულ რეგიონს რა იჭერს თქო და მამა ილია რომ გავიცანი იქ მამა ანდრია ბევრი სასულიერო პირები მივხვდი და მადლობა ამისათვის. კარგად ზანდებოდეთ, ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს იკეთებს და ჩემი ეთერის კარი სულ ყოველთვის იქნება ღია თქვენი ეპარქიისათვის, როცა რაც არ უნდა დაგჭირდეთ, ყოველთვის ჩემი თავი გენაცვალოთ. მადლობას გიხდით და ბედნიერებას გისურვებთ, კარგად ზანდებოდეთ და იმედია კიდე გვეწევით და დაგიბრუნდებით აუცილებლად მამა პეტრე ძინძიბაძესთან ერთად აუცილებლად არ გადართოთ, შემდეგი საათი გვექნება საინტერესო არქიმანდრიტი პეტრე ძინძიბაძე. დროებით.